ქობულეთში შეჩერებული პროექტები და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა ოპოზიციის კრიტიკის საგანი კიდევ ერთხელ გახდა, ამჯერადაც ნაციონალური მოძრაობის მიერ. საუბარია სამ სტადიონზე, რომელთა მშენებლობა ყოფილი ხელისუფლების დროს დაიწყო, დღეს მოქმედმა ხელისუფლებამ კი მისი საბოლოო დასრულება არ ისურვა. რაბედიელის ამ სტადიონებს, რომლებისთვისაც ბიუჯეტიდან თავის დროზე გარკვეული თანხა დაიხარჯა, გამგეობაში ვერ გვეუბნებიან. აქ მხოლოდ ეკოპლაჟზე მდებარე ერთი სტადიონის რეაბილიტაციას აპირებენ. ფიჭვნარში ეკოპლაჟზე მდებარე ფრენბურთისა და ფეხბურთის სტადიონები დაზიანებულია. შემოუსაზღვრავი ტერიტორია და დამტვრეული ტრიბუნები ტურისტებს მესამე წელია ასეთ მდგომარეობაში ხვდება. ტერიტორიას სანდასუფთავების სამსახური კვირაში ერთხელ ასუფთავებს. შესაბამისად აქ დანაგვიანებული გარემო ადგილობრივებს უკვე არ უკვირთ. მოედნები ველური ბალახით დაიფარა. ამორტიზირებულია რეკრეაციულ ზოლში მდებარე მინი სტადიონიც. ერთი ორჯერი ფუნქციონირება თავშო გაკეთდა, მე აღარ ფუნქციონირებია. თუ გაკეთდება და გალამაზდება, უკეთესი იქნება ხალხისაც და დამსვენებლებისაც. თვითონ ხედავთ რა მდგომარეობა. ბავშვები თამაშობენ ალბათ და შეიძლება დაიმტრირკიდებაც. გასაკეთებელია მოკლედ. ფუნქციურად სხვადასხვა დატვირთვის მქონე ორი სტადიონის მშენებლობა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში 2012 წელს დაიწყო. რევას ხარაზი ამბობს, რომ პროექტის პირველი ეტაპი ტრიბუნების მოწყობას და მოედნების ბეტონით შემოსაზღვრას ითვალისწინებდა. გეგმის მიხედვით სტადიონების საერთაშორისო სტანდარტების უნდა ყოფილიყო. როცა ჩვენ დავიწყეთ პირველი ნაბიჯები პროექტისა, რომელიც ეხებოდა საერთაშორისო დონის ფეხბურთის, ფრენბურთის და სხვა იმ ქვიშის სპორტის სახეობის განვითარება და პრაქტიკულად ჩვენ ამით გვინდოდა, რომ ბათუმიდან გადმოგვეტანა ცენტრი და აი აქ ყოფილიყო ამ უნიკალურ ადგილას ყველაზე საუკეთესო ტურისტული გასართობი ობიექტები. პროექტის მეორე ეტაპი მოქმედ ხელისუფლებას არ განუხორციელებია. 4 წელია დაუსრულებელი სტადიონების ინფრასტრუქტურა თანდათანობით იშლება. სტადიონების რეაბილიტაციისთვის ქობულეთის გამგეობას თანხები ბიუჯეტში არც წელს გაუთვალისწინებია. გამგებლის მოადგილე სპორტული კომპლექსების ამ ტერიტორიაზე არსებობის მიზან შეუწონლობაზე ამახვილებს ყურადღებას. ირაკლი ცეცხლაძე აცხადებს, რომ ზღვის მიმოქცევისას მოედნების ზედაპირს ქვიშა ფარავს. ცეცხლაძე ირწმუნება, რომ ყოფილმა ხელისუფლებამ სამუშაოები პროექტის გარეშე ჩაატარა. გამგეობაში მოკვლევის დაწყება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც თემით მედია დაინტერესდა. არ ვიცი რა პროექტია საუბარი და საიდან მოიგონა ეს პროექტი ნაციონალურმა მოძრაობამ, იმიტომ რომ იქ რაც გაკეთებულია, ამას უკვე დასრულებული სახე აქვს და ასეთი პროექტი ქონდა თავის დროზე მათ და ასე დაასრულეს სამუშაოები. ჯერ ერთი საქმე იმაში მდგომარეობს, რომ აი ამ ადგილას ასეთი სტადიონების მოწყობა იყო არაგონიურული, იმიტომ რომ ქობულეთში შტორმის პირობებში ფაქტიურად შეუძლებელია ამ სტადიონების ნორმალურად ფუნქციონირება. საკითხავია კიდე რამდენად ჰქონდათ უფლება, რომ სანაპიროზე მსგავსი ტიპის სამუშაოები განახორციელებიათ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კი სტადიონების მშენებლობის სატენდერო დოკუმენტაციას ასაჯაროვებს, სადაც სტადიონების ესკიზებია ნაჩვენები.